მამა გაბრიელს თავის კოშკში ჰქონდა კუბოს, ინახავდა კუბოს. ჩვენ ფიქრობდით, რომ ამ კუბოს თავისთვის ინახავდა. და ძალიან ხშირად ამ კუბოს ბიჭებს გამოატანინებდა გარეთ. ჩაატანინებდა ეკლესიაში. მერე ისევ ამოატანინებდა, მერე ისევ ჩაატანინებდა. მე ვიყავ ძალიან შეწყებული ვიყავ, რომ ეს ამბავი ძალიან მაწყებდა. ხალხი შეშინებული იყო, რომ ბევრი ხალხი დადიოდა მაშინას. დაინახავდნენ ამ კუბოს, ამოდის კიდეზე, მერე ჩაადეს. და ერთხელაც 4 კაცს ჩაქონდა კუბო და აივანზე ვიდექი. და ძალიან ვიყავი აღემდგრებული და დაუძახე. ოთარ ნიკოლაიშვილი მოუწყოდა ამ კუბოს წინ და ოთარ როგორ არ აქვს ცხენია თქო, რას აკეთებთ თქო, მამაღლა და მკაცრად დაუძახე და ოთარმა ძმის მოაბრუნა თავი. დედა ქეთევანო, რა ვქნაო, თქვენ დაგიჯეროთო თუ მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევა შევასრულოთო. ესე და გაგრძელა გზა. ერთხელ ესე დამავალა ტაძარში რო ვიყავით წინ ძველი დედების ხოლმე და მიდიოდა ლოცვა. და ჩამოიტანეო კუბო. ჩამომატან დედაქეთევანს უთხარი რა ვქნა მეთქი და როგორც გეუბნებაო. და სხვასთან ერთად ჩამოვიტანეთ კუბო. მერე სახურავიც შეგვატანინა იქით გვერდზე ივანე ნათლისმცემლის ეგვტერში. მერე ისე მითხრა გამოიტანეო, თან ამაზე ყველაფერზე მე თვითონ მეცინებოდა. რატომღაცა ესეთი მქონდა და ალბათ ის რომ სიკვდილის ხსოვნა გქონოდა და ამაზე დავფიქრებულიყავით ეს ამისნით. და როდესაც საეკლესიო კრება ჩატარდა სვეტიცხოველში, პატრიარქიული მობრძანდა შემდეგ კუბოში იწვა მამა გაბრიელი და ისე დავხდა. ვაიმასო, ვინც ამ კუბოთი დამასაფლავებსო და აი ამ დროს კუბოს ინახავდა. იმ დროს ხშირად დადიოდა მასთან მისი ავადმყოფი მოხუცებული დედა. დედამისი, რომელიც მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდა მამა გაბრიელის ბერობას და არ უნდოდა შვილი რომ გზაზე ყოფილიყო, როგორც კი გარდაიცვალა მამა გაბრიელი, მე თქვა რომ მე მინდა ვიყო როგორც ჩემი შვილი იყო. და შემდეგ აღკვეცეს მონაზვნად. ეს მამა გაბრიელის დიდი სურვილიც იყო როგორც ვიცი და აღკვეცეს კიდევაც ის. მამასაბა მთავარანგელოზების ტაძარში წმინდა ანას სახელი